მისი სამედიცინო მოღვაწეობის ათვლა კლინიკა ფერომეთში დაახლოებით 40 წლის წინ ტყვარჩელის საავადმყოფო დაწესებულებაში წელიწად ნახევრიანი პრაქტიკული საქმიანობის შემდეგ დაიწყო და დღეს მედიკოსთა ამ კოლექტივის შეუცვლელი წევრია. აფხაზეთში დაწყებული შრომითი ბიოგრაფია ზესტაფონის სამედიცინო სივრცის ერთ-ერთ გამორჩეულ კლინიკაში ასე გრძელდება. ლამარა წაკაძე თერაპიული განყოფილების ექნის თანამდებობიდან მალე იმავე სექტორის უფროსი მედდა ხდება. სამსახურებრივი პასუხისმგებლობა და ენერგიულობა დაკისრებული საქმის მიმართ, დამოკიდებულება როგორც მისი პიროვნული ღირსების მთავარი მახასიათებელი ქალბატონ ლამარას კარიერული წინსვლის გამსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ჯერ კიდევ 20 წლის წინ კლინიკის ადმინისტრაციისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი აღმოჩნდა. ლამარა წაკაძე ფერომედის უფროს ექნად დაინიშნა და ამ დრომდე სამედიცინო საქმიანობას აღნიშნული პოზიციიდან ახორციელებს. პასუხისმგებელი ხარ იმ განყოფილების ყველაფერ ფუნქციასთან დაკავშირებით, რაც ხდება იმ დღის ექთანთან, ღამის მორიგე მედდასთან, მის ყველანაირ საქმიანობასთან. აი აქ რაც კი განყოფილება არის, მისაღები განყოფილება, თერაპიული კარდიოლოგიური განყოფილება, ტრავმატოლოგიური განყოფილება, ქირურგიული განყოფილება, ეს ყველანი მედდები შემოდიან ჩემთან, სანიტარული რეჟიმი იქნება. პასუხისმგებელი ხარ ყველა იმ თანამშრომლის მუშაობაზე. ლამარა წაკაძე მის მიერ განვლილ წლებს სიამაყით იხსენებს და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ღირსეულად იშრომა, რის გამოც ადმინისტრაციისგან მადლობა არაერთხელ აქვს დამსახურებულად მიღებული. მე შემიძლია ვიამაყო აქ განვლილი წლებით ნამდვილად ყველა დროისათვის, ყველა დროში დიდი დაფასება მქონდა, მიმიღია ბევრი მადლობა, სიგელი, საჩუქარი, თუნდაც მეტალურგის დღე რომ იყო ხოლმე ფეროში და მე შემიძლია ვიამაყო ჩემი განვლილი წლებით, ეხლა რა დამჩენია, ალბათ ეხლა უკვე 63 წლის ვარ და ჩემ კარიერას დავამთავრებ, მაგრამ უკან მოხედვის ნამდვილად მე არ შემრცხვევა. სამედიცინო პერსონალის შემადგენლობაში ლამარა წაკაძეს კლინიკის მემატიანეს უწოდებენ. ის თითქმის 4-10 წელია ჩვენი კლინიკის თანამშრომელია და შეიძლება ითქვას მემატიანეც კი. არის ძალიან ენერგიული, აქტიური ქალბატონი, თავის საქმის პროფესიონალი და ენდობი ყველანაირ საქმეში, ყოველგვარ საქმეს თავის დაკისრებულ მოვალეობას ნამდვილად პირნათლად ასრულებს. არის შრომის მოყვარე, ენერგიული, გააჩნია უსაზღვრო ვიცემა თანამშრომლების მიმართ, საკუთარი საქმის მიმართ, რომელ საქმესაც აკეთებს, უყვარს თავის საქმე, აქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება თანამშრომლებთან, არის გულისხმიერი, რა ვიცი, ბევრი რამ დადებითი შეიძლება ვთქვა ქალბატონ ლამარაზე. ლამარა წაკაძის ოჯახი კვალითის დასახლებაში ცხოვრობს, მეუღლე და შვილი მეტალურგიული პროფილის კერძო საწარმოში არიან დასაქმებული. რძალი პედაგოგია, შვილიშვილი კი მე-6 კლასის მოსწავლე. სამსახურის შემდეგ მათთან გატარებული თითოეული საათი ლამარა წაკაძისთვის ბედნიერების ტოლფასია, რადგანაც ოჯახიდან წამოყოლილი სიმშვიდისა და თბილი ურთიერთობის მუხტი პროფესიული ვალდებულების შესრულებისთვის პოზიტიურად განაწყობს.